მიხეილ დოიჯაშვილი, რამაზ გოგიძე, ზურაბ ვაშაგიშვილი, სამი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ირაკლი აფრიამაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმის ბრალდებულები გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროცესი მოსამართლემ დახურა. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას, ბრალდების მხარე კი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რომელთა უშუალოდ განხილვას და დეტალების შეცვლას, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვერ მოვახდენთ, თუმცა ეს არის თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო მასალა, ადგილმდებარეობების დათვალიერების ოქმები, ფოტოსხრილები და საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ უთითებს სამივე ბრალდებულის მიერ ბრალად შეზღუდული ქმედების ჩადენას. ბრალდებულების პოზიცია, წარდგენილ ბრალდებას ისინი არ აღიარებენ, თუმცა ფიზიკური შეხლა შემოხლის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები გარკვეულ მათგანმა რამდენიმე მათგანმა აღიარა. პროკურატურამ სამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. გამოძიებისვე ინფორმაციით მუქარისა და სასტიკად მოპყრობის გამო ირაკლი აფრიამაშვილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით ის ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბრალდებულები კატეგორიულად არცნობენ თავს დამნაშავედ და ისინი მიიჩნევდნენ და დაცვის მხარე ზოგადად მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, მიმართვის საფრთხე და აქედან გამომდინარე პოზიცია ერთიანი იყო დაცვის მხარის. ბრალდების მხარე მათ ედავებოდათ, რომ მუქარის გამო და არაადამიანური მოპყრობის გამო გარდაცვლილმა გადაწყვიტა თვითმკვლელობის ჩადენა. რეალურად ეს ამბავი ესე არ არის. ესე იგი ამ ადამიანმა თავი იმიტომ კი არ მოიკლა, რომ ვინმე ფიზიკური შეურაცხყოფა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არამედ იმიტომ მოიკლა თავი, რომ საქციელი, რომელიც არც მას მიაჩნდა სწორად, უბრალოდ გამჟღავნდა. და ვფიქრობ, თავისი მაღალი თავმოყარეობის გამო გადაწყვეტა მან ის, რაც მოიმოქმედა კიდევ. შეგახსენებთ, რომ ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში 12 იანვარს გარდაცვლილი იპოვეს.